Თქვენ გულისხმობთ 9 საათზე ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო სერვისის ცენტრი მსოფლიოში იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული თბილისის იუსტიციის სახლში დღეიდან მოსახლეობა 300-ზე მეტი სერვისის მიღება უმოკლე სხვადასხვა და კომფორტულ გარემოში შეიძლება. Როგორც ჩაიარა პრეზენტაციამ და რა ორიგინალურ სერვისს თავაზობს ახალი ქართული ბრენდი მომხმარებელს თბილისის იუსტიციის სახლის გახსნას ნატა მახველაძე ესწრებოდა. Ბევრი ინოვაციური სერვისი დახდება თბილისის იუსტიციის სახლში მოსულ მომხმარებელს. Ამ სერვისების უნიკალურობაზე დღეს პრეზიდენტმა ისაუბრა საკუთარ განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლის გახსნაზე პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დემოკრატიული სახელმწიფო წარსულში არასოდეს დაბრუნდება. ჩვენ ვხსნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ, ყველაზე დიდ, ყველაზე ლამაზ შენობას, რომელიც მთლიანად მიეკუთვნება, გათვლილია არა მთავრობის მომსახურებაზე, არა მთავრობის კომფორტზე, არა მინისტრების კაბინეტებზე, თავის მოწოდებაზე, არამედ თავიდან ბოლომდე გათვლილია საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, საქართველოს ხალხზე. ეს არის ხალხის სახლი და პირველად ასეთი რამე ამ ხელამასშტაბით გაკეთდა საქართველოში. ეს არის სიმბოლო ერთის მხრივ ჩვენი ახალი ინსტიტუტების ეფექტურობის, სრული ანტითეზისი ჩვენი წარსული ინსტიტუტების და წარსული დაწესებულებების, ამავე დროს მინდა ცალკე თქვა, ეს არის სრული ანტითეზისი გრდანის მერვე საპყრობილის. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ ის რასაც ვიძიებდით ასევე ბოლო ხანებში, რამხელა საშინელი დანაშაულები იქნა ჩადენილი პენიტენციურ სისტემაში. რა თქმა უნდა, მე ვარ ისეთივე აღშფოთებული და კიდევ უფრო მეტად აღშფოთებული ალბათ ვიდრე ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა. მაგრამ ნახეთ როგორ უპასუხეთ ჩვენ ამ ყველაფერს. ჩვენ უპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა 21 საუკუნის ახალი დემოკრატიული მთავრობა. ჩვენ უპასუხეთ ისე, რომ თლიანად დავშალეთ სისტემა, რომელიც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყავს აქ ახალი მინისტრი პენიტენციური სისტემის გიორგი ტუღუში, რომელიც იყო ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი ამ სისტემის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ ყავს ჩვენი ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ეკატერინე ზღულაძე. ეს ორი ადამიანი ზუსტად ისევე წარმოადგენს ახალ საქართველოს, როგორც ეს ახალი შენობა, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვხსნით. ეს არის ზუსტად ის, რასაც მოითხოვენ ჩვენგან ჩვენი მოქალაქეები. საქართველო განთავისუფლებული წარსულის მარწუხებისგან. რა თქმა უნდა, მოხდა ასევე ტრაგედიები და ჩავარდები. მაგრამ თითოეული ჩვენგანის შვილი გადის თუ არა ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ. თქვენ გთავაზობთ როგორც რეალობას იმას, რაც მოხდა იზოლირებულად რამდენიმე დაწესებულებაში, რამდენიმე უწყებაში და გეუბნები, რომ ეს არის საყოველთაო პრაქტიკა. და თქვენ ამით ცნობენ თქვენს გასულელებას. მე მინდა ვიკითხო, თითოეულმა ჩვენგანმა გამორთოთ ერთი წუთი ტელევიზორი და გავიხედოთ ქუჩაში, უშვებთ თუ არა ჩვენ შულს უსაფრთხოდ. არის თუ არა ჩვენი ქუჩა უკეთესი, არის თუ არა ჩვენი სკოლები უკეთესი, ჩვენ თვითონ გვივარდება თუ არა სახში ვინმე და არ ხოვს ჩვენ უფლებებს. მე ყველაზე ნაკლებად წინა დღეებში მაღელობდა და მაინტერესებდა პოლიტიკა. მაგრამ არც სირაკლემ არა ვარ, რომ თავი დავმალო ქვიშაში და ძალიან კარგად ვიცი რა წყდება საქართველოსთვის. იპირობენ შეთა შემოსულენ რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები და რუსეთის არმია არის ჩვენ საზღვრებთან აურაცხებელი რაოდენობით და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს. და იმ პირობებში, როცა დაფიცებული აქვს ჩვენ ტერიტორიის ოკუპანტს, რომ 2008 წელს ვერ დამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებში და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება. ჩვენ ყველამ ეს ძალიან კარგად ვიცით. და ჩვენ ყველამ განვიცადეთ შოკი წინა დღეებში. მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის დაფიქრების და თვალების ფართოდ გახელის დრო. ის რაც ამ დღეებში ხდება არ არის იზოლირებული ფაქტები, რომელიც სხვათა შორის თურმე არჩევნების წინ ამოვარდა და მრავალი თვე შენახული იყო. ერთი გიორგი ტუღუშიშვილის რო ეთქვა, რომელიც ნადირობდა ამ ფაქტებზე, სის გაგვიშრობდა და ყველაფერს დაამთავრებდა მაშინ, როცა პირველივე ფაქტი მოხდა და პირველივე ვიდეო გადაიღეს მათ ფულით და შეაკვეთით. ორგანიზებული კრიმინალისგან მიღებული ფულით, როგორც ახლა ირკვევა. პირველივე გამოეგდოთ თუნდაც თავის რომელიმე ტელევიზორში. პირველივე დღეს დაიჟებოდა, პირველ დღეს დამთავრდა. ნუ რას უკაცრავად? აგძელებდნენ, უკვეთავდნენ, ამთავრებდნენ და ინახავდნენ არჩევნების პერიოდისთვის, რომ საქართველოს ხალხს არჩევნების წინ ეფიქრა არა იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნდა ქონდეს ჩვენ ხალხს, არა იმაზე, რომ უმუშევრობა უნდა დავძლიოთ, არა იმაზე, რომ ჩვენ შვილებს უნდათ მომავალი, არა იმაზე, რომ კრიმინალი და კანონიერი ქურდები არასოდეს დაბრუნდნენ, არა თუნდაც იმაზე, რა შეიცვალა საქართველოს უკეთესობისკენ.
არამედ შოკის ქვეშ გააკეთებიონ იმპულსური გადაწყვეტილება საბოლოოდ ხელი გაუხსნან იმათ, ვისაც უნდა საქართველოს დაბრუნება წარსულში. როცა ახალგაზრდა ადამიანი აღშფოთებულია იმით, რა ტელევიზია ხილა მე ეს ბოლომდე მესმის და კიდევ კარგი რომ ასეთი ახალგაზრდობა გყავს. მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ვინც ამაში ფული გადაიხადა, ან ვინც ამაზე თვალი დახუჭა, არ შეიძლება რომ იმან თავისი დივიდენდები დაიწეროს. ვინც კომპრომატების რუსულ საწარმოებს, არ შეიძლება იმან საქართველოს საზოგადოება გადაეტანოს თავარ თემებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ემზადებოდნენ ისინი, მათ შორის ამ არჩევნებისთვის, მაფია ქართული საერთაშორისო როგორ ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის, რა გეგმები ჰქონდათ მათ, ის რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ ჯერჯერობით, ეს არის მათი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილი. მე კიდე მინდა ვკითხოთ ჩვენ ხალხს, რომელიც ახლა გვისმენს. თქვენ უფრო ენდობით იმ გოგოებს და ბიჭებს, ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს, რომელიც ამ შენობის შიგნით ხედან, რომელთაც ზუსტად იციან რას ნიშნავს სამართლიანობად და ზუსტად იციან რა რეაგირება უნდა მოახდინონ უსამართლობაზე. თქვენ უფრო ენდობით ამ ხალხს, ყველას ჩვენ, ვინც შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ, მაგრამ ვიცით ამ შეცდომებზე დროზე რეაგირება ძალიან რადიკალური, გამოსწორებად 10-ჯერ უფრო მეტი სიკეთის მოტანა და გაკეთება. თუ თქვენ გინდათ რომ ეკას გულაძე, გიორგი ტუღუში, ზურაბადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი ჩაანაცვლოს ვინმე კრიმინალმა თამაზაშვილმა, რომელიც ასევე სხვათა შორის კავშირში იყო ბევრ დანაშაულთან, მათ შორის იმ დანაშაულთან, რომელიც ჩვენი დაუდევრობით და ჩვენი უცხებების ცუდი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი. ეს შენობა განასახიერებს ახალ საქართველოს, რომელსაც ვერანაირი პროვოკაციები, ვერანაირი სიბინძურე, ვერანაირი манипуляციები და ვერანაირი მილიარდობით შემოდენილი ფულის და ვერანაირი საზღვრებთან მომდგარი პოტენციურ დამპყრობელთა და მოქმედ დამპყრობელთა არმია ვეღარ დაანგრევს. ეს სახლი არის ჩემი ოცნების სახლი. ეს არის თქვენი სახლი, ეს არის საქართველოს სახლი და საქართველო იქნება ერთიანი, წარმატებული, გამაგრებული, ფუნდამენტიანი და ძალიან კარგად მოწყობილი სახლი, სადაც თითოეული ჩვენი საზოგადოების წევრისთვის ცხოვრება იქნება ისეთივე კომფორტული, როგორც დღეს არის ეს იუსტიციის სახლი. თბილისის იუსტიციის სახლში 300-ზე მეტი სერვისის მიღება არის შესაძლებელი. არის სიახლეები, მაგალითად Just Drive-ის და Just Cafe-ის სერვისი. Just Drive-ის სერვისი გულისხმობს იმას, რომ ავტომობილიდან გადაუსვლელად შენობაში შეუსვლელად მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მაგალითად პასპორტი. რაც შეეხება Just Cafe-ს, Just Cafe-ში შესული მომხმარებელი ყავის ბირთმების პარალელურად შეუკვეთავს ნებისმიერი დოკუმენტის დამზადებას ოპერატორს. 300-ზე მეტი მომსახურების მიღებას თბილისის იუსტიციის სახლში მომხმარებლები უკვე ხვალიდან შეძლებენ. მოქალაქეებს ერთდროულად 400 ოპერატორი მოემსახურება. თბილისის იუსტიციის სახლი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო სერვის ცენტრია. ამ შენობაში დასაქმებული იქნება 400 თანამშრომელი და დღის მანძილზე მოემსახურებით 15,000-ზე მეტ მომხმარებელს. მოსახლეობა საშუალება ექნება სწრაფად, მარტივად და კომფორტულად მიიღოს ყველა სერვისი ერთ სივრცეში. გაიდან უკვე მომხმარებელს საშუალება აქვს, რომ 300-ზე მეტი მომსახურება მიიღოს ერთი სივრცის პრინციპით. შესაბამისად მომხმარებლებს, რომელსაც სურვილი აქვს ერთდროულად მიიღონ ID ბარათი, პასპორტი, ქონების რეგისტრაცია. თბილისის იუსტიციის სახლში მომხმარებლებს ინოვაციურ სერვისებს სთავაზობენ. მათ შორის Just Drive-ს, პასპორტის დაბადების მოწმობის და სხვა დოკუმენტების გატანა შენობაში შეუსვლელად არის შესაძლებელი. კიდევ ერთი სიახლე იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე მდებარე კაფის ორმაგი მომსახურებაა, სადაც მომხმარებელი ოპერატორის დახმარებით პარალელურად მოთხოვნას შეავსებს. რამდენიმე წუთში კი დოკუმენტს მიიღებს. როდესაც მოქალაქეს ენდობება დასვენება, თქვა ყავის მიწმევა, ჩაის და ასე შემდეგ, შეუძლია მიიღოს შემდეგი იუსტიციის სახლის სერვისები, მაგალითად ID ბარათის მიღება. ჩაი მომიტანო და მე მინდა ეს როგორ მოიქცე რა მინდა ეხლა თქვენ განასწრებს მაგალითად ჩემი ყვარლის სახლის ამონაწერი. Just Cafe-ის პირველი მომხმარებელი საქართველოს პრეზიდენტი იყო. მიხეილ სააკაშვილს მოთხოვნილი დოკუმენტები ფინჯან ჩაისთან ერთად რამდენიმე წუთში მიუტანეს. ძალიან მაგარი. Იტა რაიმე ხომ არ გაინტერესებს ადამიანს. არაფერი არ მაინტერესებს გარდა იმისა, რომ გაუგნებულია. იმიტომ მე ყოფილვარ ბიუროკრატიაში ბევრ ქვეყანაში. ნიკუშა რო გაჩნდა, მივედით დაცარეგისტრირებად, თასმინის განყოფილება ჯერტი იატაკიასე იყო დაქანებული. იქ როგორიც და ის ხალხი არის ამ ციფრებში რო რაღაცა ეს 3-4 ადამიანი აი დაახლოებით ამაზე ცოტა დიდ ოთახში. ყველაფერი ჩამოგლოცონდილი, ყველაფერი ჩამოხეული ამ ხალხს აბოთქაფას მინიმუმ. და რომ არის რა იმათ რო გაიღიმათ
ეს იყო მართლა იმათი რა იქნებოდა ხა ის ძალიან ძნელი იქნებოდა ხო აქ რო შემოხო ყველა იღიმება იმიტომ რომ სილამაზე ატმოსფერო ყველაფერი ცვლის გარემოს და ყველაფერი ცვლის დამოკიდებულებით რამდენი 1000 ადამიანი შემოდგეშდა ხო 15000 ადამიანი არ შედის ბევრ უნიორმაგში ეს არის დიდი უნიორმაგის სახელმწიფო სამსახურების მომსახურება საქმენი მასშტაბებთან რა თქმა უნდა შეიძლება და მიდაბა. ეს გამოიყურება ახალგაზრდა და ნორჩა. მაგრამ ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს ეხლა იქ მუშაობა 9 წელი ეკანა, ხო? შესაძლოა. ენა? Яо. მიხეილ სააკაშვილმა იუსტიციის სახლის სამივე მისაღების სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერა. პრეზიდენტი მომსახურე პერსონალის გენდერული ბალანსითაც დაინტერესდა. ეკა ეხლა რამდენი ქალი ხართ თავებად? როგორ არ დაგიწყდი რომ კონკურენტებს არის გული? არა ხარიში რა თქმა უნდა, მაგრამ ხარიში აი რაღაცა ესე იგი თქვენ თავრობისთვის არის საუბედური მისება. შენ კოპალია შემდეგ ეკა შეშოშ. დალი ხომელი. ახადია სულ. ხუთი ქალი კარგია, მაგრამ მაინც ცოტა. აქ უმეტესობა ქალები არის. ბატონო იქსაც ქალები მუშაობენ ის სამსახურები არიან ბევრად უფრო წარმატებულები. თბილისის იუსტიციის სახლში დემო ცენტრიც განთავსდა, რომელიც სტუმრებს ქვეყნის ისტორიის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. შენობაში გახსნილია თითქმის ყველა ბანკის ფილიალიც. ეს კაცი რომელიც ზურაბადეიშვილი არის ესე იგი თავის იციან რომ არსებობს, მაგრამ თავისუფლებებით ვერ ცნობენ. იმიტომ რომ ყველაზე არასაჯარო ფიგურა, იმიტომ რომ მიკროფონებზე აქვს ალერგია. ესე იგი ასე რომ მაგრამ არ არის ეს არ ნიშნავს რომ არ არის აქტიური სინამდვილეში რა თქმა უნდა ყველაფერს ამის ავტორი არის ზურაბადეიშვილი მთელი ამ ახალი სისტემის და კონცეფციის და რა თქმა უნდა გიორგი ვაშაძეც და საყვარელიძე და სხვები ესენი არის ძალიან სერიოზული განმახორციელებლები თქვენთან ერთად იმისი ყველაფერი რაც აკეთებს ეს არის მართლა საშვილიშვილო საქმე ჩვენ გავუსწარით ალბათ ძალიან ბევრ ქვეყანას აწლეულებს ამ სფეროში ნეტავის სხვა სფეროში ესე იყოს მაგრამ ამ სფეროში თბილისის იუსტიციის სახლი 18 თვეში აშენდა შენობა იტალიელი არქიტექტორის მაქსიმილიანო ფუქსასის მიერ ადაპროექტებული ინტერიერის დიზაინზე ამერიკელი სპეციალისტები მუშაობდნენ. თბილისის იუსტიციის სახლის სრული დატვირთვის მუშაობას უკვე ხვალიდან შეუდგება. ეს არის რიგით მე-11 იუსტიციის სახლი. მომდევნო იუსტიციის სახლის გახსნა გორში იგეგმება. ეს იყო ნატა მახულაძე თბილისის იუსტიციის სახლიდან.